გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლების კურთხევა იწყება. სასულიერო პირები მსვლელობას მოაწყობენ და მოსახლეობას დალოცავენ. ჩვენი სტუმარია სოფელ გურჯაანის მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამავაჟა სონღულაშვილი. მამავაჟა, დაგლოცეთ, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა და მოგესალმებით თქვენს და თქვენს მაყურებელს. მამავაჟა, როდიდან დაიწყება სოფლების კურთხევა და რა მიზანს ემსახურება? უპირველეს ყოვლისა ეს დაიბადა აზრი გასულ წელს 19 დეკემბერს ნიკოლოზობას ერთად ვწირეთ მამებმა და იქ დაიბადა აზრი რომ აი 1700 წელი 2026 წელი არის ქართლის გაქრისტიანებიდან 1700 წელი და აქედან წმინდა ნინოს უკავშირდება რა თქმა უნდა მირიან მეფის და ნანა დედოფალს და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიფიქრეთ ერთად რომ აი ხომ არ გამოგვეთხო მე მღვდელმთავრისგან ლოცვა კურთხევა და გვეკურთხებინა ჩვენი ეპარქია. რა თქმა უნდა ეს ერთიანად ეპარქიის კურთხევა რთულია ერთ დღეს და რა თქმა უნდა ჩვენ მივედით მეუფე ექვთიმესთან გამოვითხოვეთ ლოცვა კურთხევა მეუფე ექვთიმეს კურთხევით 1 ივნისიდან თან ესე სიმბოლურადაც არის ხომ რომ აი წმინდა ნინოს შემოსვლა არის 1 ივნისი და ქართლის გაქრისტიანება წმინდა ნინოს შემოსვლას უკავშირდება საქართველოში ესე ვთქვათ რელიგიას მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიად გამოცხადება წმინდა ნინოს უკავშირდება და 1 ივნისს ჩვენ საკათედრო ტაძრიდან დავიწყებთ ამ თან სამებობა ემთხვევა ნინოობაც ემთხვევა რა თქმა უნდა სულთმოფენობის მეორე დღეა და გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აღსრულება ერთობლივი წირვა, სადღესასწაულო წირვა, ტაძრის დღესასწაული არის, სულწმინდის დღე არის თან და შემდეგ შეესრულება მცირე აიაზმა და შეესრულება გურჯაანის, ქალაქ გურჯაანის და მიმდებარე ტერიტორიების კურთხევა. ღვთისწყალობით და მადლით მერია ჩართული იქნება, გვერდში ჩვენს გვერდში იქნება და ეს ტექნიკურ მხარეს მანქანებს მობილიზებას გაუკეთებს. ღმერთმა გაახაროთ და ასევე მამები ესე ვთქვათ ჯვარხატებით ნაკურთხი წყლით მანქანებთან ერთად ჩამოვივლით და ვასხურებთ ვაკურთხებთ გურჯაანს და მიმდებარე ტერიტორიას. 5 ივნის დაგეგმილია და შემდეგ რა თქმა უნდა მამა ანტონის და მამა შოთაც გააკეთებენ მაგას კომენტარს 5 ივნის დაგეგმილია კაჭრეთის სოფელ კაჭრეთის ორი სოფლის კურთხევა და შემდეგ რა თქმა უნდა ესე ღვთისწყალობით აი ამ ზაფხულის პერიოდში ესე ეტაპობრივად მიყვება მამების სურვილით რა თქმა უნდა და ესე სოფლებს და ეპარქიას მთლიან ეპარქიას მოვიცავთ კურთხევას და სხურებით და ძალიან დიდი მადლია უდიდესი წყალობაა და კურთხევა ღვთისა და რა თქმა უნდა ყოველივე ჩვენ თხოვნას უნდა ლოცვით უნდა წარმართოთ და ყოველივე ჩვენი კეთილი უნდა ლოცვით უნდა შევავედროთ უფალს და გამოვითხოვოთ უფლისაგან ლოცვა კურთხევა და მცირე აიაზმის შესრულება ეს არის ერთ-ერთი დიდი მადლი და წყალობა ჩვენი ეპარქიისთვის და სრულიად საქართველოსთვის. ეს ხომ არ ემსახურება იმასაც რომ ახალგაზრდები დაბრუნდნენ ეკლესიაში და გაიზარდოს მრევლი. ეს უპირველეს ყოვლისა ემსახურება რომ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ეპარქიაზე ყოველი ბოროტი მოწევნული ძალები ესე უკუიქცეს და რა თქმა უნდა კეთილმა და მშვიდობამ და სიკეთემ და სიხარულმა გაიმარჯვოს და ღვთის მადლის უფევდეს ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა ეხლა ეს ერთგვარი ქადაგებაც არის ხო იმიტომ რომ სასულიერო პირები შემოსილები ჯვარხატებით ბაირაღებით სტიქაროსნები ღვთისწყალობის ჩვენს ტაძარში მრავლად არიან ახალგაზრდების სტიქაროსნები და ესე ჯვარხატების სტიქრებით შემოსილები გალობით და ამით ჩამოვლა და ნაკურთხის ხურება სულ არაფერი არ თქვას ესე მოქმედება უკვე შემოსილი სასულიერო პირის რომ მოქმედებს უკვე ერთგვარი ქადაგება არის და რა თქმა უნდა ემსახურება ადამიანებში რწმენის გაღვივებას და აღორძინებას და მათ შორის ახალგაზრდებშიც რა თქმა უნდა. მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს აწუხე გარდაცვლილი ილია მეორის აღსაყდრებიდან ძალიან ბევრი ახალგაზრდა შემოედინა ეკლესიაში, ძალიან ბევრი აი ავარება ახალგაზრდა მთელი ახალგაზრდობა შემოიკრიბა პატრიარქმა და მისი ეს სულისკვეთება არ გაჩერებულა. აი 59 წლის მანძილზე არ გაჩერებულა და აი მას შემდეგაც გრძელდება მადლობა უფალს რომ ახალგაზრდებში არის ეს მუხტი ბევრი პატრიარქი ჩამობრძანებულა სტუმრად და პატრიარქის ჩვენს უწმინდესთვის უთქვამს რომ თქვენი ეკლესია ახალგაზრდა ეკლესია რას ნიშნავს ანუ რა იგულისხმება რომ ახალგაზრდებით სავსე ეკლესია მართლაც ასე არის რომ აი სხვა ეკლესიებთან ესე ვთქვათ შედარებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ახალგაზრდებით სავსე არის მადლობა ღმერთს და პროცენტულადაც თუნდაც რამდენიც ვართ მოსახლეობა მადლობა ღმერთს რა თქმა უნდა უფრო მეტ
მეტი უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, მეტად უნდა რწმენით ვიყოთ და სავსე ვიყოთ რწმენით აღსებული, მაგრამ ღვთისწყალობით ყველაფერი მშვიდობით და კარგად იქნება. რაც შეეხება ახლა დღევანდელ ჩვენს ყოფას, აი მარტო იმას გეტყვით, რომ ჩვენს ტაძარში 117 სტიქაროსანი იკურთხა. ეხლა კვირას 24 მაისს. ესე იგი 117 სტიქაროსანი იკურთხა და ეხლა თქვენ და საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნა, არის თუ არა პრობლემა ახალგაზრდების, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის პრობლემა, სავსე არის ახალგაზრდები და ენთუზიაზმით და მოწადინებით არის ახალგაზრდები გამსჭვალულები. მადლობა ღმერთს. თუმცა არის ხოლმე ახლა რა თქმა უნდა ის ასაკია, გარდატეხის, ახალგაზრდების, ანცობის პერიოდი, რაღაცა პერიოდი არის, ცოტა რომ ყოფილა თუნდაც აი 13 წელი, მე 14 წელს სასულიერო პირი ვარ და მოსულან მე ესე ყოფილა რამოდენიმე წელი და ისე უკან გასულან, ანუ ეს რაღაც პერიოდს ასაკს უკავშირდება, თქვენ ხვდებით ახლა ის გარდატეხის ასაკი რაღაც ისეთი არეული აქვს ადამიანს შინაგანი მდგომარეობა ხოლმე და ძალიან ბევრი ისე უკან გააზრებულად, გაზრდილად დაბრუნებულა და შესდგომია ღვთისმსახურებას და სამრევლო ცხოვრებას. ასე რომ არ იკარგება არც ერთი მარცვალი, კეთილი მარცვალი არ იკარგება, არც ერთი თესლი გაუღების გარეშე არ არჩება. ის შეიძლება რაღაც პერიოდი გაჩერდეს ახალგაზრდა ადამიანი, ბავშვი, მაგრამ მას ახსოვს, აი ყოფილა შემთხვევა, რომ გაუჭირდა და არ წავიდა, არ მიჰყო თუნდაც ალკოჰოლს ხელი, არ მიჰყო აზარტულ თამაშს და გამოიქცა ესევე ტაძარში, იმიტომ რომ გაჭირება წლები არ მოსულა, მერე გაჭირების განსასწრის დროს გამოქცეულა ტაძარში, რომ მან იცის, მას ახსოვს რამხელა შემხებლობა და რამხელა სითბო და მადლი უგრძნია ეკლესიას. ამიტომ ჩვენ ამ იმედით ვართ და ჩვენ რა თქმა უნდა სასულიერო პირები მზად ვართ ყველას ღვთის მადლი და ღმერთს პირველ რიგში და შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ სამშობლოს და ახალგაზრდობას მომსახუროთ. ნაკურთხ წყალს აქვს დიდი მადლი და როგორც ვიცი, დილით რომ მიიღებს ადამიანი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ნაკურთხის მცირე აზმის წაღებად შეუძლია ადამიანს და თავის ეზო კარმიდამოს ასხუროს და საერთოდ ყოველ დღე რომ ადამიანმა ასხუროს, რა თქმა უნდა, სულ წერტილებზე არ მაქვს საუბარი, თავის ეზო კარმიდამოს ილოცოს, ლოცვით რო დაიწყებს, მერე სხურებით რო დაიწყებს, ამას ყველაფერს ხედავს მერე შვილები, რომ აი დედა, მამა, პაპა, ბები აი ესე იქცევიან, რომ ღმერთი ახსოვთ, ის ერთგვარი ქადაგებაა და დღეს ხვალ თუ არა აუცილებლად ის გაიზრდება და აუცილებლად მოუბრუნდება ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ისე როგორც ცოცხალ ორგანიზმი, ესე ვთქვათ, იქნება იცხოვრებს ქრისტეში და ქრისტე იცხოვრებს ეს ადამიანში. ასე რომ ძალიან დიდი მადლი აქვს, რა თქმა უნდა, ყველა შეუძლია, ყველა მართლმადებელ ადამიანს, რა თქმა უნდა ილოცოს დილით, შემდეგ ადამიანმა ნაკურთხალი მიიღოს, იხმიოს, ეფისკვერი მიიღოს და ესე იცხოვროს და ლოცვა კურთხევით, ვინც კურთხევით ცდესოს, კურთხევითვე მოიმკოს. ლოცვა კურთხევით უნდა ვიცხოვროთ. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მადლობა თქვენ, დალოცვილი და გახარებული გამყოფო თქვენ და ჩვენი ეპარქია და სრულიად საქართველო. ამინ.